ამის სასამართლოს ხდომებისა და ახალი დაკავებების ფონზე პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა აქციები რა თქმა უნდა არ შეწყვიტეს პირიქით დილიდან განაახლეს. მარის გობახიძე იქნება ჩვენი სტუმარი, ახლა ისე მზადდება ჩვენ სტუდიაში შემოსასვლელად. ტრადიციულად რამდენიმე საჯარო დაწესებულებას მიაკითხეს და რა გქონდათ სათქმელი. ვკითხავთ ახლა ქალბატონ მარის. მოგესალმებით ქალბატონ მარის. მადლობა სტუდიაში მოგზავნებისთვის. თქვენ შემართებას არაფერი ეტყობა ამ რეპრესიული რეჟიმის. რა გაძლევთ ამ ძალას? ასე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის და მივესალმები მაყურებელს. ძალა უნდა გქონდეს, სხვა გზა არ არის. უკვე თითქმის 1 წელიწადია ვიბრძვით, მაგრამ არ ვიღლებით. ვასწრებთ იმ დასვენებასაც ალბათ და ვემზადებით ახალი დღისთვის და აუცილებლად იქნება ასე. იცით კარგად, რომ დავდიოდით დიდ ქალაქებშიდაც და არა მარტო თბილისში გაზეთებს, პატიმრის გაზეთებს ვარიგებდით და მე ვფიქრობ, რომ შედეგი გამოიღო ამან, რადგანაც მოსახლეობას უხსნიდით, რომ ჩვენ ვიყავით დედები, პატიმრის დედები და არ გაგვიზრდია ცუდი შვილები, გავზარდეთ სამშობლოს მოყვარულები და ამისთვის ზიან ციხეში და დავინახეთ, რომ 4 ოქტომბერს ზუსტად ის პერიოდი იყო, რომ დავდიოდით და ვთხოვდით, რომ 4 ოქტომბერს აუცილებლად მოდით აქციაზე და კი ვნახეთ, რაც ხდებოდა დედაქალაქში. იგივეს ვაპირებთ ახლა, ისევ გაზეთი გამოვიდა მესამე ნაწილი, სადაც არის პატიმრის საბოლოო სიტყვები რა სასამართლოზე რაც თქვეს და ძალიან საინტერესოა ეს სიტყვები ძალიან საინტერესო. ვფიქრობთ, რომ კვირას წავიდეთ მარნეულში და ისევ გავაგრძელოთ ეს მსვლელობები გაზეთებით და ოღონდ დედაქალაქში რა თქმა უნდა მივალთ კიდე საჯარო სამსახურებთან. რა არის თქვენი მთავარი სათქმელი საჯარო სამსახურებთან? მე არ ვიცოდი და საჯარო სამსახურებს თურმე ყველას ქონია ფიცი დადებული მოსახლეობასთან და კარგია ძალიან რომ ეს გავიგეთ თეონა ჭალიძემ ხელმძღვანელობს ხო გვერდში გვითგას რა ძალიან გვეხმარება იმიტომ რომ მაინც საჯარო მოსამსახურე იყო და იცის მან და არაფერი აგრესიულები არა ვართ რა თქმა უნდა და თხოვნით მიმართავთ მათ რომ გაითვალისწინონ იმ ოჯახების მდგომარეობა რომელი ოჯახებიც დღეს ყავს პატიმრები უდანაშაულოდ ციხეში და მოიქცნენ ისე როგორი ფიციც დადეს და ნუ ემსახურებიან რეჟიმს ეხლა არ ვამბობთ იმას რომ სამსახურებიდან წამოვიდნენ ისინი მაგრამ ხო ვიცი გვესმის რეჟიმია სამსახურები ბევრს დაატოვებინეს და ბევრს ალბათ დაატოვებინებენ კიდე იმისათვის რომ თუ უარყვის ეს ხელისუფლება ძალიან ბევრი არის რომ ჩუმად ყურში გვეუბნება მე ბევრი შემთხვევა მაქვს რომ აი მასწავლებელი ვარ და რა ვქნა ხმას ვერ ვიღებ თუ არა თქვენ გვერდში ვდგევარ არ ვიცი ალბათ ეს გამოჩნდება არჩევნებზე თუ არჩევნების დროსაც კიდე არ აშენებენ რაღაცით ალბათ ასეც ხდება მე არ მქონია შემთხვევა ახლა რაღაცა მოვიდეს და შემაშინოს თქვა და რა ვიცი და ძალიან ხედავს ხალხი ამით ეკრანზე ჩანს ტელევიზიები იღებენ მე ვხვდები რომ ეს კოცები არ უყურებენ იმედზე უყურებენ მხოლოდ ფილმებს მართლა ჩვენ ვიყურებენ იმიტომ რომ რადგანაც იციან მე ვინ ვარ კოცებმა ესე იგი უყურებენ თქვენ ტელევიზიას უყურებენ და იმედში თქვენ არ გიწვევთ ხო იმედში ჩვენ არ გიწვევთ ამიტომ მე ვხვდები კი მithქვია ბევრისთვის თურმე ხედავთ თქვენ ჩვენ ტელევიზიას უყურებთ სულ ბოლოს ქალბატონ მე ვიცი რომ თქვენ სხვაგან გეჩქარებათ ძალიან მოკლედ თქვენი შვილიც გიყურებთ ალბათ სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად თქვენი მთავარი სათქმელი რა არის დღეს მათთვის და საზოგადოებისთვის ამით ვასრულებთ სხვათა შორის ახლა სანამ წამოვიდოდით თორნიკემ საღამოთი დარეკა ხო და გელა გადაიყვანეს ხასაია მათთან კამერაში და ძალიან გაგვეხარდა იმიტომ რომ მარტო იყო გელა მოვიკითხავ ყველა პატიმარს რა თქმა უნდა ყველას უკვე იმდენი არიან რომ ჩამოთვლას ვერ შევძლებთ ნამდვილად ყოველ დღე იჭერენ ადამიანებს მაგრამ ამით ახლა ისინი არიან საწოდავები რომ ამ ხალხს იჭერენ ფეხსაცმელი რააცია იმახსოვრებს პოლიცია უკვე მოკითხვას ვეტყვი რა თქმა უნდა გამძლეობას უსურვებ თვითონაც იქიდან თორნიკე ამ თხილად იყავით სულ ამას ამბობენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ აუცილებლად იქნება ყველა პატიმარი ციხეში სტატუსის და მიუხედავად აუცილებლად ყველა პატიმარი გარეთ ციხის გარეთ კი ბატონო მე რომ გიყურებ თქვენ ოპტიმიზმს ვუყურებ კიდევ ერთხელ მჯერა ქართველი ხალხის შეუპოვრობის და უმორჩილებლობის და მიზნის მიღწევის საოცარი უნარით დიდი მადლობა რომ იყავით აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ რომ არ გავჩერდებით და როდემდე იქნება ეს რეჟიმი ბოლოს დავუღლით ჩვენ არ დავიღლებთ დიდი მადლობა